დილამშვიდობის აყოლას. მოგესალმებით Bros of Decay-ის კიდევ ერთ ეპიზოდში. პრეს ჩვენთან ისევ არის იეროენი, რომელიც მანქანას ასუფთავებს. სული არეულობა მოვაწყეთ, მაგრამ ცოტას ვასუფთავებთ. აქრე, ნოვოთელში დავიძინეთ და ახლა 2 საათი უნდა ვიაროთ, რადგან საფრანგეთის სოფლად მდებარე ძალიან განსაკუთრებულ ფერმის სახლს ვესტუმრებით. ესეც კვლევის ნაწილია. მანქანის დასუფთავებაც. მანქანა ყოველთვის ასე ბინძურდება, როცა გზაზე ხარ. გზაზე ყოფნისას რამდენჯერმე გიწევს მისი დასუფთავება. ყველა შენი ნივთი ისევ მანქანაში დააბრუნე. ესეც კვლევის სამუშაოს ნაწილია. ასე რომ, ესეც ნაწილია იმისა, რაც მინდა გაჩვენოთ, როცა ამ ეპიზოდებს უყურებთ. შენ ძალიან ბევრი Red Bull-ი დალია. დი ჩემთვისაც. მეც დამნაშავე ვარ ამაში. კარგი, ფიქრობ სუფთა და ისე მზადაა გზაზე დასაბრუნებლად. კარგი, გუშინ ღამით კარგად დავისვენე, ხომ? სამწუხაროდ კორონას პანდემიის გამო ყოველთვის მიყვარდა სასტუმროებში ცურვა, მაგრამ როცა კორონას პანდემია დაიწყო, ევროპაში ყველა სასტუმრომ დახურა საცურავ აუზები. და ეხლა მართლა მოწყენილი ვარ, რადგან ჩვეულებრივ როცა ასეთ ადგილებს ვიკვლევ, ყოველ ღამე ხვდები სასურავ აუზში. ეს აღარ არის შესაძლებელი. ნახვამდის სასტუმრო. ნახვამდის დახურულო საცურავ აუზო და გაუმარჯოს გზას. წავიდეთ. წვიმა დღეს მართლა ძლიერია. ხო, ასეთი ცუდი ამინდია. ჯერ კიდევ 3 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. უძლებთ. კი, ამ დროს სასარგებლოდ ვიტანებ, ვამონტაჟებ, ან ვამოწმებ ამ ვიდეოს და ვამზადებ თქვენთვის. ამინდის საშინლად ცუდია, ასე რომ მანქანას ჩავკეტავ. მივედით, ახლახან მივედით, ბოდიში ქარის ხმაურისთვის. ვერთო ჩემ, ეს უბრალოდ საფრანგეთი. ზოგჯერ ამინდი მშვენიერია. 30 გრადუსი, მზე ანათებს და მეორე დღეს კი მთელი დღე წვიმს. ამერთო ჩემო. აქ დიდი გუბეა. გადახტომას ვაპირებ. კარგი, მოდი ამ ხარეს გავიაროთ. ეს ადგილი საოცარია. გზიდან დავინახეთ და ძალიან გვიხარია, რომ შიგნით შევიდეთ. ძველი ფრანგული ქალაქები ყოველთვის ძალიან პოპულარულია. ბევრი სახლი. და ეს მარცხნივ არის შენობა, რომლისკენაც მივდივართ. შეხედე ამ ადგილს. სულიად გადაზრდილია იმ წლების განმავლობაში, რაც მიტოვებულია. შეიძლება ეს იყოს. ეს შესასვლელს გავს, არა? კარგი. და შეიძლება ის კარი. ეს დაგეტილია. კარგი, მოდი სხვა რამეს ვცადოთ. შეხედე ამას. ბატონი დროზი ილუზიონისტი იყო. ქალბატონი დრიუსი მოდელი იყო. და ერთად მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდათ. მაგრამ ერთ მომენტში მათ გადაწყვიტეს ცოტა დამშვიდებულიყვნენ და დასახლებულიყვნენ მკვდრო ფრანგულ ფერმერულ სახლში. ისინი იმდენად შეყვარებულები იყვნენ,
რომ ერთ მომენტში დრიოსების ოჯახი შედგებოდა ბატონი დრიოსის, ქალბატონი დრიოსის და 9 შვილისგან. თელ სახლში მათი მოგონებებია გაფანტული. კედლები დაფარულია ბავშვების ფოტოებით და იმ ბედნიერი დროის ამსახველის სურათებით, რომელიც ერთად გაატარეს. მაგრამ დაახლოებით 2010 წლისთვის დროზის ოჯახი მოულოდნელად გაუჩინარდა. არავინ იცის რა დაემართათ მათ. დღეს ჩვენ შევალთ მათ სახლში და გამოვიკლოთ მათ დავიწყებულ ცხოვრებას, რადგან თქვენ უყურებთ დოკუმენტურ ფილმს Bros of Decay-ისგან. ასე რომ, სულ მცირე ჩვენ შევედით შიგნით და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს დრუზების ოჯახის ძალიან უნიკალური ადგილია. სამზარეულოში წაგიყვანთ, რადგან ეს არის სახლის პირველი ნაწილი, რომელსაც დღეს გადავიღებთ. ეს ძალიან პატარა სამზარეულოა ესეთი დიდი ოჯახისათვის. დავიწყოთ აქედან. და ვნახოთ, რას დატოვეს ამ ადამიანებმა. პირველ რიგში, აქ ზევით გვაქვს სანელებლების ბისთარო და ხედავთ უამრავ დანამატს, რომლებიც სავარაუდოდ ბლინებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც დედა ბავშვებისთვის ამზადებდა. ცოტა ჩვავი გვერდით და ქვემოთ კი ყველა ის სანელებელი, რომელსაც საჭმის მოსამზადებლად გამოიყენებდით. და მაშინვე შეგვიძლია დავინახოთ, როგორ დაიბგრო ეს ადგილი ობობის ქსელებმა 10 წლიანი მიტოვების შემდეგ. ეს მართლაც დიდი დროა. მთელი 10 წლეულია ამ ადგილას არავინ ყოფილა. შესაძლოა ჩვენ ვართ პირველები, ვინც ამ დროის შემდეგ აქ შევიდა. ეს ის ფანჯარა, საიდანაც ახლახან შემოვედით. სურო შიგნით იზრდება. ყველაფერს იპყრობს. და ის ვეღარ იკეტება. ამიტომ შევძელით შიგნით შესვლა. აქ რამდენიმე სპილენძის ქვაბი კიდია, სადაც ქალი ოჯახისთვის ულამაზეს კერძებს ამზადებდა. გვერდით კი დიდი ღვინის ბოთლების საცობებია. და შემდეგ გვერდით. აქ გვაქვს ძალიან პატარა ნიჟარა და სამზარეულო სივრცე, სადაც ამზადებდნენ ბოსნეულს რეცხავდნენ ჭრიდი პროდუქტებს. ბოლო ჯურჯელი აქ დარჩა საშრობზე. ვაუ. ეს ფოტოალბომია. არ არსებობს. ხომერტო ჩემო, მაშინ ვცნობ სახლის სხვადასხვა ადგილს ამ ფოტოალბომში. ამ თავლადასავალზე თან წავიღებ და გაჩვენებთ რამდენიმე ადგილს, რომლებიც ამ ფოტოალბომშია. კარგი, ვიდეოს დასრულების შემდეგ ისევ თავის ადგილას დავაბრუნებ. აქ ზევით გვაქვს ჩიქები, იმ 8-9 ბავშვისთვის, რომლებიც ალბათ აქ ცხოვრობდნენ. ტიქები. თასები დილის ფანტელებისთვის, დანები ბოსნეულის დასაჯრევად. ვაუ. შეხედე ამ ხარეს, აი აქ არის ქურა. ჩაიდნები რომ დილით ჩაი მოამზადოთ. და ეს მივიყვანს ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ოთახში, რაც კი ოდესმე მინახავს მიტოვებული ადგილების დათვალიერებისას. აქ ყველაფერი ისეა დაულაგებელი. არ უნდა თქვა დაულაგებელი. უბრალოდ ხო, ისე მყუდროდ მოუწყვია. იმდენი მოგონებაა ყველა იმ ადამიანზე, ვინც აქ ცხოვრობდა. მოდით ამ ოთახის ამ ხარეს დავიწყოთ. ამ ფოტოების კედლით და ვნახოთ, ვინ ცხოვრობდა ამ ადგილას.
მგონია აქ ერთ-ერთ გოგონას ვხედავთ. ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელიც ოდესღაც ამ ადგილას ცხოვრობდა. მის ქვემოთ ბავშვების ძველი ფოტოებია. შეიძლება ესენი იყვნენ დედა და მამა, ან ბებია და ბაბუა ახალგაზრდობაში. და ქვემოთ ერთ-ერთი ბიჭის ფოტოდევს, რომელიც აქ ცხოვრობდა. ვერთა ჩემო. შეხედე დედას, როცა მან ერთ-ერთ შვილს გააჩინა, ეხლა ხან გააჩინა ბავშვი. უბრალოდ სიგიჟეა. ისინი არ დადეგებზე. და უნდა აღნიშნო, რომ დედა ძალიან ლამაზი ქალია. ვაუ. შეგიძლიათ აქედანაც დაინახოთ იგი. ის ძალიან კარგად გამოიყურება. შეხედეთ მის ღიმილს და პოზირებას. ჩემი აზრით ის მოდელსაც გიგავს. შეხედეთ ამ პოზებს. ვაუ. შესაძლოა ეს მისი პროფესია იყოს. ქვემოთ ბავშვები ბაბუასთან ერთად არიან. და ძალიან მიყვარს ეს საქანელას გამი, რომელიც ამ ოთახის კუთხეში დადგეს. ჩვენ ვაქანავებთ მას, მისი გადასაგრავი უბრალოდ საოცარია. რაც ამ ადგილს კიდევ უფრო უცნაურს ხდის ისაა, რომ აქ ფანჯარა უბრალოდ გადახილია. და შეგიძლია დაინახო, როგორ წვეთავს წვიმა გარეთ. ძლიერად წვიმა შეწყდა. ახლა საფრანგეთში ამ წუთას მხოლოდ ოდნავ წვიმს. სახლში ყველგან კედლებზე ოჯახის სურათებს ნახავთ. ზოგი ბიჭია, ზოგი გოგო. ვაუ. ეს არ არის უბრალოდ ფანტასტიკური. ისინი სანაპიროზე, შვებულებაში. და კიდევ უფრო მეტი სურათი აქ ქვემოთ, რომლებიც გამოფინეს. დიდი ციხესიმაგრის ნახატი. რაღაცას ვხედავ იქ ქვემოთ. ესენი ხის ჯოხებია. ხის ჯოხები. ზუსტად არ ვიცი სახელი, მაგრამ რაღაცა ჰოლანდიური და ფრანგულია. და ეს არის რაც არის. ეს არის ესეთი ფეხსაცმელი, ხელით გამოთვლილი ხის ფეხსაცმელი, რომელსაც ადრე იყენებდნენ მინდვრებში სასიარულოდ. ეს იყო ის, რასაც გლეხები იყენებდნენ. შეხედე ამ სურათებს აქ, რომლებიც მთლიანად დაფარულია ობობის ქსელებით. ვაუ. კედელზე კიდევ სურათებია. და მგონია, რომ ჩემი ვარაუდი თითქოს დედა მოდელია, შეიძლება მართალი იყოს. შეხედე ყველა იმ სურათს, სადაც ის სხვადასხვა პოზაში პოზირებს. უბრალოდ სიამოვნებით უყურებ ამას. ბავშვების სიცივი, რომელიც შეიძლება გაკვეთილზე ქონოდათ. და მე მიყვარს ეს ვინტაჟური რადიო, რომელსაც აქ ჩვენ წინ ვხედავთ. უბრალოდ საოცარი ნივთი. ეს პატარა ბერკეტივითა. ვერთა ჩემო. ზემოდან გრამაფონი უდგას. ეს ადრე არ მინახავს. შეგიძლია ფირფიტების დაკვრა ამ ძველ რადიოზე. ვაუ. განა ეს არ არის საოცარი სანახავი. აქ ქვემოთ ეს ლამაზი თებშებისკენ. როგორც ხედავ. ვაუ. უბრალოდ შეხედეთ იმ ოთახს, რომელშიც ეხლა ვდგავართ. და ატმოსფერო. ეს ატმოსფეროს ქმნის თითქოს სრულად ღია, როგორც გასავლელი. ამ მისაღები ოთახის გარშემო მთლიანად. საოცარია. და გვერდით პატარა დივანი გვაქვს. და ეს დივანი ბიჭებს და გოგონებს მაშინ იყენებდნენ, როცა პატარები იყვნენ და აქ ცხოვრობდნენ. აქ ზევით სპილენძის რამდენიმე ნივთია დარჩენილი. ჩაიდნები, ჩაიდანი. მიყვარს. ამ ადგილას რამდენიმე კატაც ყავდა. შეხედე ყველა წიგნს, რომელიც აქ ინახება. საბავშვო წიგნებიდან დრამებამდე, თრილერებამდე, ყველაფერი, რასაც ოჯახი კითხულობდა, აქ არის დარჩენილი.
ამ სახელწოდებებიდან არც ერთი არ ვიცი, რადგან ყველა ფრანგულია და ფრანგულ წიგნებს ჯერ არ კითხულობ. ჩემი ფრანგული ამისთვის საკმაისად კარგი არ არის. იმედი მაქვს, მალე მივახტევ იმ დონეს მომავალში. ვიღაც ამ სახლში ძალიან არტისტული იყო. ჩვენ ნახეთ ბევრი ხელით შესრულებული ნახატი. ყველა ნახატი ხელით არის შესრულებული, მაგრამ მე ვგულისხმობ ოჯახის წევრების მიერ შესრულებულს. სასტორიც თავისი საწონებით აქვეა, ძალიან პატარებიც კი. ვაუ. ეს არის სახლის გარედან გადაღებული სურათი, სანამ მიტოვებული გახდებოდა. და რაც კიდევ იწვევს ჩემს ინტერესს, არის ის, რომ მათ ჰქონდათ ასეთი პატარა ტელევიზორი. ასეთი ფართო, დიახ, აქადრე ბევრი ბავშვი ცხოვრობდა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ არ ეყიდათ დიდი ტელევიზორი და ის დრო ტელევიზორის წინ არ გაეტარებინათ. მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ეს დრო ბავშვებთან გაეტარებინათ. და ეს არის ის, რაც მართლა მიყვარს. ტელევიზორის გარდა. ჩვენ გვაქვს ბევრი სახლში დატანებული ფრანგული ღვინო. ეს არის ის, რასაც საკმაოდ ხშირად ხედავთ საფრანგეთში. ქალაქის მოსახლეობა ამზადებს ღვინოს. ისინი უბრალოდ არიგებენ მას. აძლევენ ქალაქის მოსახლეობას. და ეს, რასაც აქ უკან ხედავთ, ადრე ნიჟარის ადგილი იყო, მაგრამ მოგვიანებით პატარა საგამოფენო სივრცედ გადაკეთდა და აქ რამდენიმე თეფში ეწყო, სპილენძის თეფშები და სხვანი ნივთები. ბევრი ჟურნალი. დიდი გროვა ჟურნალების. ვაუ. ნახეთ, ბავშვობის სურათები აქ ქვემოთ. ისინი საკმაოდ საინტერესოა. რა ლამაზი ბიჭია იქ. საოცარი ამ ყველაფრის ნახვა. ატმოსფერო, სინათლე, ბუხარი. ეს ბავშვებმა თვითონ გააკეთეს. უბრალოდ შესანიშნავია. და შემდეგ ოთახის შუაში. აქ უზარმაზარი ბუხარია, რომელიც ანათებდა ამ ოთახს და სიცოცხლეს სცენდა მას. მაგრამ მე მომეცით, ერთი წამით დივანზე დავჯდე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ახსოვდეთ. მე ავიღე ის ფოტოალბომი და იქ კამერა ცოტა უკეთ დავაკენე, რომ ნახოთ შიგნით სურათი გვაქვს. დიახ, ეს არის კაცი და ქალი. ისინი აქ ცოტა უფლასაკონები არიან. აი იქ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქალი ჯერ კიდევ ძალიან ლამაზია. ხო, როგორც ხედავთ, ეს არის ბუხარი, რომლის წინაც ისინი დგანან. ეს სწორედ ესაა. და ესენი ნამდვილი მოგონებებია, ჩემი აზრით. ვაუ. შეხედე ყველა სურათს, რომელიც ბუხრის თავზე აქვთ გამოფენილი. ისინი ერთად. ალბათ პატარა შვებულებაზე. ვაუ. ბუხრის ზემოთ კიდევ სხვა რაღაცებია. კაცი და ქალი. როცა ახალხან დაქორწინდნენ. და ეს აქ არის სახლის ნახატი, სანამ ის მიტოვებული გახდებოდა, რა თქმა უნდა. ბოლო ნაცარი ჯერ კიდევ ბუხარშია. ვაუ. კარგი, ეხლა უნდა აღიარო. ჩემი ვარაუდი აუცილებლად სწორია ეხლა. შეხედე ამ ყველა სურათს დედისას, როცა ის ახალგაზრდა იყო. ყველა ისევ გამოფენილი ამ ადგილას. და კიდევ სული ნახატი, სადაც ის პოზირებს, რაც ნიშნავს, რომ ალბათ მოდელი იყო. უდავოდ. ვაუ. ნახესტი. Der hohe Schleppermanni. ეს მაქსიმუსია. მათ ყველგან მონიშნეს რიგები ამ პატარა ბუკლეტ. ნახევარდი და ისინი სპექტაკლზე საუბრობენ. ასე რომ შეიძლება მსახიობიც იყო, ასე რომ მოდელობა და მსახიობობა შეიძლებოდა მისი პროფესია ყოფილიყო. ხედავ, მე ყოველთვის ვამბობ, შეიძლება ან ვარაუდობ, იმიტომ რომ არასდროს ვიცი ზუსტად. ამ ადამიანებს არ ვიცით სად არიან და მათ არ შეუძლიათ თავიანთი ისტორიის მოყოლა. ამიტომ ვაკეთებ ვარაუდებს.
მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია. ვცდილობ ძირითადად სწორად მივიღო ინფორმაცია, ვესაუბრო მეზობლებს და გავიგო, რას ამბობენ ადამიანები ქალაქში. ქვემოთ ბღავილი ისმის. და მინდა ცოტა მეტი მოგიყვეთ იმ ისტორიებზე, რომლებსაც ვქმნი, იმ ადგილებზე. ვცდილობ ყოველთვის სწორად გადმოვცე ისინი. ყოველთვის ვესაუბრები ქალაქის ხალხს, ვიგულებ სახლში, გითხულობ საბუთებს და ასე ვქმნი ისტორიებს. რა თქმა უნდა, ისინი ამას შეძლებენ. ხანდახან ისინი 100% ზუსტი არ არის, რადგან ეს ადამიანები უმეტეს შემთხვევაში უკვე აღარ ცხოვრობენ. ან რაღაც დაემართათ და მას ვერაც დროს გავიგებთ. მაგრამ ესენი, ხო? შეუძლებელია ყველასთვის კარგი გააკეთო, მაგრამ მე ვცდილობ ამ ხრივ საუკეთესო გავაკეთო. ეს მინდოდა მეთქვა ჩემს ისტორიებზე. მოდით გავაქცევოთ. შევხედოთ ამ კედელს, რადგან აქ ვიღაც ნამდვილი ხელოვანი იყო. როგორც ხედავთ, აქ კედელზე ხელით სხვა ნახატი აღარ არის. ზემოთ ბარომეტრია. შეხედეთ ამას. ვაუ, აქ ხერხის პირიქიდია ჯერიდან. განა ეს არ არის უბრალოდ ფანტასტიკური. კატები, რომლებიც აქ ადრე დადიოდნენ, ისევ კიდია კედელზე. სანთელი, რომელიც წლების განმავლობაში სრულად დაიწვა. მოდი ჯერ ამ ადგილს დავაკვირდეთ. აქ შუაში ყავის მაბიდა დგას. და დერეფანში საცურაო აპარატია. ეს ბრენდი აქამდე არ მინახავს. და ორცხობილების ქილა. ფუნუქის ორცხობილების ქილა, რომლის გვერდებზე და წინა მხარეს ფრანგი მეფეებია გამოსახული. კიდევ ერთი სანთელი. მათ ძალიან უყვარდათ სანთლის შუქი, როგორც ხედავთ. ვაუ. და ეს იყო დივანი, რომელზეც ისინი ისხდნენ. მაგრამ სინამდვილეში ესეთი დიდი ოჯახისათვის ძალიან პატარაა. შეხედე ამ ძალიან საყვარელ ცხვარს აქ. დათუნიასავით ცხვარი. უბრალოდ მიყვარს ეს. შეიძლება ბავშვებიდან ერთ-ერთის იყო. ლამპარი მის უკან. საოცარი ამის ნახვა. კარგი, თითქმის გავიარეთ ეს ძალიან დიდი მისაღები ოთახი, მაგრამ ეხლა ჩვენს წინ გვაქვს უზარმაზარი სარგე, სადაც დილით ხალხი მოდიოდა, ამოწმებდნენ თმას, სანამ სახლიდან გავიდოდნენ. ასევე ეს უბრალოდ ლამაზი ნივთია, რომელიც სახლს ხასიათს ძენს. და ეხლა ეს მთლიანად ობობის ქსელებითაა დაფარული. ვაუ. ლამაზი ნივთია. და მის გვერდით არის ქალი, ერთ-ერთ ბავშვთან ერთად. და სახლის რამდენიმე ფოტო. ბევრი ქუდი, რომელიც მან აქ დატოვა. უკან. და აქ ამ უჯრაზე გვაქვს რადიო. ლამაზი რადიო. ხედავ მისამართების უჯრას აქ. და მათ აქ უამრავი მოგონება შეინახეს. შეხედე ამას. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც სავარაუდოდ სკოლაში სპექტაკლში მონაწილეობდნენ. აქ იმდენი მოგონებაა დარჩენილი. ასევე ამ უჯრაში ბევრი ძველი ფოტოებია. როგორც ხედავთ, მათ არასდროს გადაუგდიათ არც ერთი ფოტო, რომელიც გადაუხიათ. ვაუ. განა ეს არ არის უბრალოდ საოცარი სანახავი. დღესდღეობით ჩვენ ათასობით ფოტოს ვიღებთ, მაგრამ მაშინ ასეთი სურათების გადაღება საკმაოდ რთული იყო. მოდით ფრთხილად დავაბრუნოთ თავის ადგილზე. ზოგიერთი ბავშვების სურათიც. დასვენებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ეს ალბათ არაბეთში იყო. ხედავ შეიძლება მეჩეთი ან მსგავსი რამ არის უკან. ვაუ, და მათ კიდევ შეინახეს ფირი, რომელიც ამ სურათების გადასაღებად გამოიყენეს. შეხედე ამას. საოცარი უჯრა. ათასობით მოგონება. ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ამ ადგილას ცხოვრობდნენ, ჯერ კიდევ დარჩენილები არიან ამ უჯრაში. და ის ასევე წარმოუდგენლად მძიმეა. ვაუ. შეხედე ამას. შემდეგ აქ ქვემოთ. ეს ჩაიდან სკავს.
და კიდევ ერთი ვიტრინა გვაქვს. სავსეა ჭიქებით, როცა სტუმრები მოდიოდნენ. ვაუ, ხმა რომელსაც ის გამოსცემს, საოცარია. სრულად სავსეა, ღვინის ჭიქებით. და ზევით რამდენიმე ქილა. სუნამო. ქალის ტუალეტის წყალი. ეს სუნამოა ქალისთვის. აქ ინახება თეფშები. აქ გვერდით კიდევ ერთი სარკეა. და შემდეგ აქ გვაქვს კორიდორის საკიდი. სადაც ქალი ინახავდა თავის ქუდებს, რომლითაც ქალაქის ქუჩებში შეიჟნობდა. კოლგას, როცა წვიმდა, როგორც დღეს. და კიდევ აკუსტიკური გიტარა, რომელიც დერეფნის საკითხზე იყო დატოვებული. ვაუ. ეხლა მოდით ამ სახლის ამ ნაწილს დავაკვირდეთ. და პირდაპირ შევდივართ აბაზანაში, სადაც ერთი შხაპია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აქ ცხოვრობდა. ვაუ, შამპუნებიც კი ისევ გახსნილია, როგორც ბოლოს რომ გამოიყენეს. საშხაპე ფარდა. შეხედე ამას. ქალის ტანსაცმელია. ისევ აქაა დატოვებული. ძალიან მაინტერესებს რა დაემართათ ამ ხალხს ამ ადგილას. და ალბათ ეს ძალიან ტრაგიკულია, შეიძლება არც მინდა ვიცოდე, მაგრამ ღამით არ მაძინებს ფიქრი იმაზე, რა დაემართა ასეთ ადგილებს. რა სამწუხაროა. შეიძლება ერთ დღეს, თუ ისინი გადავიდოდნენ, ალბათ კბილის ჯაგრისებსთან წაიღებდნენ. ეს ისა, რასაც უკან არ ტოვებ. ყველა კბილის ჯაგრისი, 7. საპარსები, ყველაფერი ისევ აქ არის. ვაუ. და აქაც ჩემს უკან არის ტუალეტის მაგიდა სადაც. რამდენიმე ქალს შეეძლო დილით თავის მოვლა და გაგრიალება. ყველა კოსმეტიკა, სუნამოები და პატარა საათიც კი დატოვებული იყო. შეხედე აქეთ. აქ არის პატარა ნახატი ქალის ფეხების. მათ აცვიათ ფეხსაცმელები და ფეხსაცმელი ზემოდან არის გამოფენილი. საოცარია, საოცარია. და აქ არის ბავშვი პატარა ნახატით, რომელზეც წერია ოკუპე. და ეს ნიშნავს, რომ დაკავებულია. და ეს არ არის დაკავებული. და ჩვენ უყურებთ ტუალეტს, რა თქმა უნდა. შეხედე ამას. ბიჟური რაღაცებია. და ტუალეტიდან. პირველი რასაც ვხედავთ ტუალეტიდან, პირველი საძინებელი, სინამდვილეში ბავშვების საძინებელია. და ამ ადგილას ბევრი ბავშვი იძინებდა. შეხედეთ ყველა ნახატს, რომელიც აქ არის გაკეთებული. ყველა ნამუშევარი, რომელიც მათ შექმნეს წლების განმავლობაში, როცა ამ ადგილას ცხოვრობდნენ. და ეს ნახატი ადრე უჯრაში ვნახეთ. ეს ის სპექტაკლია, რომელიც ბავშვებმა დადგეს. და ესენი შეიძლება იყვნენ ის ორი ქალიშვილი, რომლებიც ამ ადგილას ცხოვრობდნენ და იძინებდნენ. ყველა სათამაშო ჯერ კიდევ აქ არის. ხედავ, ყველაზე პატარა ბავშვიც კი ამ ოთახში იძინებდა. მათი სურათებია. რა ადგილი? მართლა რა ადგილია? 1, 2, 3, 4. აქ 5-ია. გაგძელებთ თვლას. ორსართულიანი საწოლი, სადაც ბავშვების ყველა სათამაშო ჯერ კიდევ დევს. და შემდეგ პატარა ადგილი, სადაც შეიძლებოდა სწავლა და კითხვა. მაგრამ საკუთარ პატარა მაგიდასთან. ყველა ციგნით. და ბავშვებიც კი თავიანთი ნივთებით. სრულად დაფარულია. ობობის ქსელებით დაფარულია. საწოლის თეთრეული,
რომელსაც ბავშვების საწოლების გასაწყობად იყენებდნენ. ეს ხო სიგიჟეა რა? რა გვაქვს აქ? მომხიბლა ან წიგნმა. ვიზია ტომი. ეს საკმაოდ მძიმე წიგნია ბავშვისთვის. კალი. ეხლა დროა გადავინაცვლოთ სახლის მეორე მხარეს. მაგრამ პირველ რიგში, მოდი შევხედოთ ამ ნიუტებს, რომლებიც აქ დარჩა. კაკლის განტეხები და ყველა ეს იარაღი. და ეს იყო პატარა ჯაგრისი, რომელსაც ისინი იყენებდნენ. ვაუ. რა საინტერესოა. საჩვენებელი კარა და მათი ყველაზე ლამაზი ბროლის ჭიქებისთვის. კიდევ უფრო მეტი საწოლი. აქ ზემოთ. La France. საფრანგეთის რუკა. და ეს ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. გაგვიყვანს ამ სახლის სასადიო ზონაში, სადაც მადაც მარცხნივ კიბეა. ძალიან პატარა სასადიო მაგიდა. მაინტერესებს, როგორი უნდა ყოფილიყო. ამ ადგილას 10 ადამიანთან ერთად ცხოვრება. აღარ გექნებოდა ადგილი საკუთარი თავისთვის. ბავშვების სურათები აქ კედელზე კიდია. ეს არის ჰამაკი. უკვე ვანადგურებ მას. ისემ ლამაზად დავკიდებ იქ. ვაუ. ყველაფერი ძალიან მყიფეა ამ სახლში. ვაუ. და იმ ჰამაკის გვერდით გვაქვს ბავშვის პატარა ლექსი. ლანგორა. ლანგორა არის კატა. ასე რომ ლანგორა ნიშნავს, რომ ეს არის კატას სახელი. ასე რომ ლანგორა არის კატა. დღის კატა. ღამის კატა. გრძელი გაჭიმვისას. ცდილობ აქ. ლანი, ნუარი და შოკოლადი. ეს ფერებია. ასე რომ თეთრია, შავი ან შოკოლადის ფერი. და ამოსული ვარდი. ან ბანაკებს შორის გააჩინე. ასე რომ ვფიქრობ ეს ამბობს, რომ ის არის. დილისას ფანჯარასთან რჩება. და გვაქვს ბავშვის სახელი და წერია 2006-ში. აგვერდით კიდევ ერთი საკერავი მანქანა გვაქვს. Header. ეს აქამდე არ მინახავს. სასახლის გასაღებები. ვაუ. მომხიბლელია. და ისევ იგივე კაცი ჩანს. და არ ვიცი, რა კავშირი აქვს მას ოჯახთან. მაგრამ ჯერ კიდევ ვცდილობ გავარკვიო. იგივე სტილის ნახატია ამ კუთხეშიც. იქ ქვემოთ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელია და შემდეგ სასადიო მაგიდა. და ისევ ავირებ ჩემს ფოტოალბომს და ვეძებ ფოტოს. შეხები ამას. ეს არის კავის მაგიდა, სადაც ეს ადამიანები ერთად ისხდნენ. და ერთად მიუსწრებდნენ. და ისინი ამ ოჯახის ბებია ბაბუას კვანან. და იქ ზემოთ შეგიძლიათ ისინი მეორე მხრიდან დაინახოთ. აქ იდგებოდა ქალი, რომელსაც ამ სურათში ვხედავთ. ეს ფოტოალბომი ჩემთვის უბრალოდ ჯადოსნურია. დიდი სარკე აკვერდით. რაღაცას ვხედავ. ამჩნევ, ასეთებს სულ ცნობ. ესენი სიგარეტის კოლოფებია ძველი დროიდან. ვოგი. და ისინი პოზიციონირდებოდა როგორც ქალებისთვის განკუთვნილი სიგარეტები. აქ წერია. მოწევა იწოს კიბოს ფრანგულად. გიჟური ამბავია. და ეს გადაგვიყვანს მშობლების საძინებელში. დიახ, ამას ხედავთ ხომ ასეა და ამას ისმეთ ხომ ასეა.
ეს საძინებელი სასადილოში იყო. უბრალოდ სასადილოს იყო მიერთებული. ანუ ფაქტობრივად მშობლებს საერთოდ არ ჰქონდათ პირადი სივრცე. უბრალოდ შეხედეთ, რა ლამაზია ეს საძოლი. და ლურჯი დეტალები მის გარშემო. ხედავთ, რომ ლურჯი ფერი თელ ამ საძინებელში მეორდება. ქურაზე დადებული ნივთები. მათ შორის კედელზე დაკიდებული სურათიც კი აქვს და რბილი სათამაშოები იმ კალათაში. ვაუ. მიყვარს, რომ ჯერ კიდევ გაწყობილია. მოდით ცოტა აქედან გავიაროთ და საძინებელს გაჩვენებთ. აქ ამ საძინებლის ძველი ფოტოებია. ვაუ, მომხიბლელია. ლურჯი სხვა საძინებელში. არ უნდა ვიმღერო, რადგან მღერა არ შემიძლია. მშობლები. ეს ძალიან ტრადიციული რამაა საფრანგეთში. ისინი მშობლების ან ბებია-ბაბუების სურათებს კიდევენ საძოლების თავზე, რათა პატივის სცენ იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე აჩუქა მათ. ქორწილის სურათი. შეიძლება არა ქორწილის სურათი, უბრალოდ წკვილის სურათი აქ ზემოთ. აი სწორედ ეს მიყვარს სახლებში ყველაზე მეტად. მათ აქვთ თემები. და ეს ადამიანები უბრალოდ უყვართ ლურჯი და მათ აქ ლურჯი თემა შექმნეს. მათ ამ ადგილას ისტორიები შექმნეს. ეს ზუსტად ისაა, რაც მე მიყვარს. ხის დაბალი მაგიდა და მისი მანქანა ამ ოთახში წიგნებიც კი ყველაფერი ლურჯია. და უბრალოდ შეხედეთ ამ შესანიშნავ ღუმელს, რომელსაც აქ ხედავთ. მონტერმი. შეშის ღუმელი. პატარა კარები. კარგი, მოდი ისევ ვცადოთ მისი დახურვა. ობერტო ჩემო, ძალიან ძნელია. და ქურის ზემოთ. თემა კლავაც ლურჯად რჩება. შეხედე ამას. კიდევ სანთლების და საფერფლეც ლურჯია. ვაუ. რამდენი არტეფაქტია. ესენი კრემის ყუთებია. სახის კრემის ყუთებივით. ნივეა, ასე წერია აქ. რამდენიმე სურათი, რამდენიმე საფოსტო ბარათი პედანიასკა. ეს ფრანგულია. ეს საფრანგეთში. მიყვარს ეს სანთებელა. ვაუ. მომხიბლელი რამეა. აქ შეგვიძლია დავინახოთ სახლის კაცის ხეცხელსაწყოების ხუთი, რომელიც ქალმა დაიკავა. ამას აღარ გავხსნი, მაგრამ შეგიძლია დაინახოთ შიგნით ხილაკები. ასე რომ მან ეს კერვისთვის გამოიყენა. გიჟური. გლობუსი. აქაც კი ფანჯვის რაფაზე. რა თქმა უნდა, დედამიწა ლურჯია. ბევრი წყალია. ეს ძალია. შეგიძლია ეს ოთახში დადო, რადგან ის ლურჯია. ცოტა ხნით შევცვათ ლურჯზე საუბარს. ბოდიში ესეთი სიტუაციისთვის. საძოლის თეთრეული ისევ აქ არის. შემდეგ დიდი თარო, მთლიანად სიდიებით სავსე. ეს ისაა, რასაც დღესდღეობით ხშირად ვეღარ ხედავთ. ვაუ. საოცარი ადგილია. ხო, ამას დავხურა. ამაზე არ ვილაპარაკებ. და კიდევ უფრო მეტი ოჯახის ფოტოები. ვაუ. რა ადგილია. ჩაიდნები. ყველაფერი აქ ზემოთაა. და ბოლოს კავის აპარატიც კი. ძალიან დახვეწირ. ეკო, ასე წერია გვერდზე. ვაუ. კარგი, ეხლა დროა ავიდეთ კიბეზე. მაგრამ მანამდე
რაღაც შევნიშნე. და გვაქვს სპექტაკლის ბანერი, რომელშიც ქალი მონაწილეობდა. და ეს არის ვარდი. და ეს არის ილუსტრაცია. ილუზიონისტი. კარგი, ანუ ისინი ჯადოქარივით არიან, როგორც ხედავთ. კარგი, ანუ მას რაღაც კავშირი ჰქონდა ამ კაცთან, რადგან ის არის ილუზიონისტი. ჯადოქარი. და შემდეგ გვაქვს ვარდი, ილია, ილუზიონისტი. კარგი, აქ ყველაფერი თავის ადგილზე ეწყობა. ასე რომ შეიძლება ის მოდელი იყო, ან მსახიობი, ან ვინმე ვინც ჯადოქრის სპექტაკლში თამაშობდა. ვარდი. და შეიძლება ესეც მისი ქმარი იყო. ამბობ შეიძლება, რადგან 100% დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ასე ჩანს. მოდი თავიდეთ ზემოთ ახლა. იმედი მაქვს ეს ზედა სართული ისეთივე საინტერესოა, როგორც ქვედა. ბავშვებისთვის პატარა დამცავი საშუალებაა, რომ კიბიდან არ ჩამოვარდნენ. არაფერი საწყენი მათთვის. ვაუ, კარგი. საინტერესო. ეს ძალიან განსხვავდება ქვედა სართულებისგან. შუქს აუწევ. კარგი. ნახატი. ხელნაკეთი შენობა, რომელსაც აქვე შეგიძლიათ ნახოთ. მაღაზიიდან მოშორებით. სათავსო. და ამ ადგილას ჰქონდათ უამრავი ნახევრად დამწვარი სანთელი. ჩემი აზრით, ეს არის მეშვიდე პარტია. ეს არის შვილდი და ისარი, რომელზეც ერთ-ერთი ბავშვია გამოსახული. ვაუ. ეს იყო პატარა დასასვენებელი, ან სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის, როგორც ხედავთ. მაგიდა წიგნებით, რომელზეც ადრე ვსწავლობდი. მიკროსკოპიც კი ჯერ კიდევ დარჩენილია. და აქ ისევ იმავე კაცს ხედავთ, რომელიც ასრულებს ტრიუქს. ეს შეიძლება ის ყოფილიყო. ვაუ. და გითხარი ქვემოთ, რომ მხოლოდ პატარა ტელევიზორია, მაგრამ ბავშვებს მათ ჰქონდათ დათ უფრო დიდი. მათ ჰქონდათ უფრო დიდი ტელევიზორი, ვიდრე მისაღებში. გიჟობა. ეს იყო მათი ადგილი დასაჯდომად. მიყვარს, როგორ არის აშენებული. და ეს უფრო წინ მიგვიყვანს. ამ ზედა სართულის სივრცეში. კარგი, ეს არის ნომერი 8. არა. ხედავი. სინგერის საგერავი მანქანა. არა, ეს სინგერი არ არის ბოდიში. აქ ძალიან განსაკუთრებული ბრენდები ჰქონდათ. კალასი. ამასაც არ ვიცნობ. ვიპანტე, ჰიპანტე წერი აქ. ესენი საგერავი მანქანების ბრენდებია, რომელთაც არასდროს მსმენია. სურო იზრდება ამ ადგილში. შეხედე ამას. ვაუ. ეხლა ჩვენ აქ ეს საინტერესო ჩემოდანი გვაქვს. რომელიც სავსეა. პირდაპირ სავსეა წერილებით, რომლებიც მათ დაწერეს. ოჯახი და მეგობრები. და ეს როგორ წერი არის 1994-დან. შერე, იქ წერია. ვაუ. ეს ნამდვილი მოგონებებია. მოდი დავხუროთ ეს. ეხლა კი, როცა გვერდით გადიხართ და აქედან ზემოდან შეგიძლიათ ქვემოთ საცხოვრებელ სივრცეში ჩაიხედოთ. სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით. და ეს მიგვიყვანს ამ ადგილის ბოლო ოთახისკენ. და როგორც ჩანს, ეს იყო შეხედეთ ამას. შეხედეთ ამას, ბავშვები აკეთებდნენ ამას. ხო, მათ ჰქონდათ როგორც ჩანს თავიანთი გეიმინგ კომპიუტერები ძველი დროიდან. ჯოისტიკები. მახსოვს, მეც ჰქონდა ესეთი კომპიუტერი, მაგრამ ეს წლების წინ იყო. გონი დაახლოებით 12 წლის წინ. ღმერთო ჩემო. შეხედე ამ მანქანას. დიდი მყარი დისკები მის გვერდით. ვაუ. უბრალოდ მომხიბლელია.
სარბოლო საჯე და კიდევ ერთი კომპიუტერი, კიდევ ერთი ბავშვისთვის. რა საოცარი ადგილია. და იქ ინახება ყველა კომპიუტერის ხუთი და კიდევ ერთი იქვე. და კარავი ცუდია ამ ადგილას. ვაუ. და ბავშვები. მათ კი საკუთარი აივანი ჰქონდათ. და აქ საფრანგეთში ისევ დაიწყო წვიმა. ღმერთო ჩემო, რა ადგილი იყო? კარგი. აი შენთვის ძმაო. კარგი? გავხსნათ ფანჯარა, გადავზურეთ გარეთ. კარგი. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მიტოვებულ ადგილებს იკვლევ. დატოვო ისინი ისეთივეთ, როგორიც იპოვეთ. და ასევე სცადო ისევ დახურო ისინი. გონი ეს საკმაოდ რთული იქნება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეუძლებელია. მგონი ეს საუკეთესოა, რაც შემიძლია გავაკეთო. კარგი. ეხლა გარეთ ვართ. ამ საოცარი ადგილის წინ. ვაუ, უბრალოდ შეხედე ამას. ესეთი საოცარი ფრანგული სახლი. სრულიად მიტოვებული და დავიწყებულია. იმედი მაქვს, რამეს გააკეთებენ მასთან დაკავშირებით. და მსმენია, რომ ახლა ირიდება. შენს გსმენია ეს. ხო, იმედი მაქვს, ვიღაცა იყიდის და რამე კარგს გააკეთებს აქ. მინდა პატივი მივაგო თოუსების ოჯახს, რომელიც ოდესღაც აქ ცხოვრობდა. ყველა ბავშვს, დედასა და მამას. და პატივი მივაგო მათ ცხოვრებას. იმედი მაქვს, არაფერი საშინელი არ დამართმიათ. მაგრამ შეიძლება ასეც მოხდა. ასე რომ, მადლობა ყველას რომ უყურეთ ამ გვერდის ვიდეოს. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, თუ გინდათ მეტი ასეთი კონტენტი ნახოთ. ასევე აღწერაში არის მური Patreon-ზე. ისინი შეძლებენ დაგვიჯერონ ხარი და დაგვეხმარონ ამ თავგადასავლებში წასვლაში. მადლობა ყველას. მომავალ კვირას სხვა ეპიზოდში შევხვდებით. ნახვამდის. ძალიან მიყვარხართ.